ამურევიშვილი, ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის დირექტორი, წარმოდგენილი პროექტის კონსულტანტი. დღევანდელი დღე ეძღვნება სოციალური საწარმოს ერთგვარ პრეზენტაციას. აღნიშნული პროექტი დაჭრილი მებრძოლთა თანადგომის ფონდის ინიციირებით მოხდა გასულ წელიწადს ჩატარდა სოციალური კვლევა, სოციალური კვლევის საფუძველზე განისაზღვრა ფონდის მიერ ჩატარდა სოციალური კვლევა, განისაზღვრა ბენეფიციართა საჭიროებები და მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. ამისათვის შემუშავდა და დაინერგა სწავლების პროგრამა, რომელიც დააფინანსდა დაჭრილ მებრძოლთა ფონდმა. დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ პროექტი შეფასდა დადებითად. 10 ოჯახი სოციალურ დამატებით გარანტიას იღებს, სოციალურ დაცულობის. აქვთ დასაქმების პერსპექტივა, დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყების პერსპექტივა. აღნიშნული პროექტი მოიცავს არა მარტო პროფესიულ სწავლებას, არამედ იმ უნარჩვევებს, რომელიც აუცილებელია დამოუკიდებელი სამეწარმეო საქმიანობისათვის. ყოველივე ეს განახორციელება დაჭრილ მებრძოლთა ფონდმა საკმაოდ მოკლე პერიოდში. რისთვისაც, როგორც ვეტერანმა შემეძლია დიდი მადლობა გადაუხადო ყველა ინიციატორს და მთელ გუნდს, რომელიც შრომობს აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით და ომის ვეტერანებს უდგანო გვერდში. ეს შემიძლია მოგახსენოთ. გარკვეულწილად უკვე აღნიშნეთ ესეც, მაგრამ მაინც ცალკეც კიდევ ესეთი ტიპის მხარდაჭერაზე რამდენად მნიშვნელოვანია კვლევაც უძღვედა წინ თქვით. დიახ. ალბათ კვლევამაც აჩვენა, რომ ეს საჭიროება შეიძლება არსებობდეს თქვათ დაჭრილ მებრძოლთა ოჯახის წევრებისთვის და თქვათ ამას შეიძლება რაღაც დადებითი ეფექტი ჰქონდეს. რა ტიპის მხარდაჭერაა ეს დაჭრილი მებრძოლების ოჯახებისთვის და რატომ ფიქრობთ, რომ ამას ექნება დადებითი გავლენა მათი ცხოვრების ხარისხსა და ასე შემდეგ. ეს კვლევა თვითონ ინიციირებულია. არ ვიცი თუ რამე. კვლევის საფუძველიც ეს იყო საჭიროებების განსაზღვრა. საკმაოდ მაღალ დონეზე შედგენილი სოციალური კვლევის კითხვარი იყო, რომელიც განსაზღვრავდა არა მარტო ბენეფიციართა მოთხოვნას, არამედ ხედვას, აღქმას და შემდგომში განვითარების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე განისაზღვრა ეს საჭიროებები და ეს პროფესიები, რომელიც დეფიციტურია მეტნაკლებად ბაზარზე, ხოლო შრომითი თერაპია ერთგვარ სოციალური დაცვის არა მარტო გარანტია, არამედ სრული რესოციალიზაციის საშუალებას წარმოადგენს. ამიტომ გავაერთიანეთ ყველა კომპონენტი, შემოტანილი იქნა გარემოსათვისა და უფრო ფსიქოლოგიური მზაობისათვის სასულიერო სეგმენტი. აღნიშნულ მონასტერშიც მოღვაწეობენ ომის ვეტერანები და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო განწყობისათვის, რათა სწავლის კურსი პირველი ნაბიჯი ყოფილიყო გამარტივებული. შემდეგ პროფესიასთან ერთად, როგორც აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია ყველა ეს უნარჩვენების, ანუ იურიდიული და ეკონომიკური საკითხების ცოდნა დამოუკიდებელი საქმიანობის სასწავლებლად. დანარჩენს მოგახსენებენ დანარჩენი რესპონდენტები, ჩემი პოზიცია სულ ეს იყო, რომ გამეერთიანებინა ეს ყველა კომპონენტი და შემექმნა ეს სეგმენტი, რომლის პრეზენტაციასაც დღეს მოვახდენთ. მადლობა თქვენ.